მე ძალიან მაინტერესებს და ცხადი ეს დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანესი ან უსაინტერესოესი თემა. აი ვალტონენს რომ დააკისრეს 5000 ლარიანი ჯარიმა. ვალტონენი თუ არ გადაიხდის და რა საკვირველი არ გადაიხდის, რას აპირებს მანდა ხელისუფლება. ჯერ ერთი ისიც მაინტერესებს პირადობის რა ნომერი პასპორტისა თუ პირადობის რა ნომერი ჩაწერეს, იმიტომ რომ შსსაიზე ხო ასატვირთია ვალტონენმა ხო უნდა გაიგოს რომ ის დაჯარიმებულია მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება კი არა, მიცემული კომენტარი ფორმულასათვის თუ დადასტურება ფორმულასათვის რომ ხო ჩვენ დავაჯარიმეთ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრიო, ეს ხო მარკმარა ევთოს მოქმედმა თავმჯდომარემ უნდა თავადაც ნახოს ინგლისურ ენაზე სასურველია, ოკეი, ქართულ ენაზე წაიკითხოს რომ მისი პირადობის მოწმობაა იქ ნომერია მითითებული და მე უნდა იცოდეს რომ თუ ემანდ არ გადაიხდის და არ გადაიხდის რა საკვირველია ამ 500 ლარიან ჯარიმას მე რა ეკისრება. ანუ როგორ უნდა ამოიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მისგან ეს ჯარიმა და თუ მისგან ვერ იღებს მე რატომ ჩაგრავს საქართველოს რიგით მოქალაქეს, იმიტომ რომ ჩემზე ზეგავლენის ბერკეტები აქვს და იმაზე რომ არა აქვს, მაშ რატომ სხვანაირად დავსვამ კითხვას. პრეზიდენტი ტრამპი ემანდ რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ემანდ სახელმწიფო მდივანი რუბიო თუნდაც და ისიც რომ გავიდეს ემანდ რუსთაველის გამზირს. აჯარიმებთ? ვალტონენს რო გაუბედავდით, ესეც კი გასაკვირია, რომ გაუბედეთ, ესეც კი გასაკვირია, მაგრამ თუ სამართალი უნივერსალურია, მაშინ ის არა მარტო უნდა დააჯარიმოთ, მომავალში რო ჩამოვა რუბიო, თუ ჩამოვა, არამედ როგორც თქვენი ახალი კანონით იქნება განსაზღვრული, რუბიო უნდა დაიჭიროთ. პრეზიდენტ ტრამპს თუ ის ჩამოვა და რუსთაველის გამზირს ეკავა უთქვენოდ და ცხადია უთქვენოდ გავა, ხელბორკილები უნდა დაადოთ. და მე ეხლა ბილწის სიტყვების წარმოთქმა რო შემიძლია, კეიცით და კიიცით, მაგრამ არ წარმოთქვა ამ სიტყვებს და ცოტა ალაოთ ხო არა ხართ. მართლა. ვალტონენთან მიმართებაში როგორ უნდა ამოიღოთ მისი ჯარიმა? ანგარიშებს უყადაღებთ, ვიზა ბარათს უყადაღებთ, ფინურს, ევროკავშირისა, ქონებას უყადაღებთ ფინეთში, ჰელსინკიში ცხოვრობს? არ ვიცი. ამიტომ ვამბობ, რომ ესენი შეიშალნენ მეთქი და შეშლის მადასტურებელი არის ყველაფერი საერთოდ, რასაც აკეთებენ და ეს უკანასკნელი ამბავი ხომ რასაკვირველია მადასტურებელი. ახლა მე სულაც არ გადავდივარ რაღაცა ცდილობ რომ არ გადავიდე რაღაც ზღვარს და არავითარ შემთხვევაში წლების შემდეგ როდესაც ნახავენ ამ ვიდეოს ამ ბანდიტების, ამ ბოროტმოქმედების დღეს არასრულწლოვანი შვილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაიკითხონ ისე რომ თითქოს მე ეს მინდოდა. მაგრამ მე დაახლოებით მინდა ვიწინასწარმეტყველო ვახოსანაიამ გააკეთა ეს პირველ ყოვლისა და ის არის პირველ წინასწარმეტყველი ამ შესაძლო განვითარება მოვლენების შესაძლო განვითარებისა, სად დაიმარხებიან ბანდიტები, ბოროტმოქმედები, ივანიშვილსაც გულისხმობ, მაგრამ უფრო სხვებს ახლა უკვე შემდგომ 10 წლეულების თუნდაც შემდგომ. ისინი დაიმარხებიან ან რუსეთში და შვილებო მათ შვილებს მიმართავ ამ ბანდიტებისა თქვენ მოგიწევთ რუსეთში სიარული ჩელიაბინსკსა, პეტერბურგსა თუ მოსკოვსა თუ ომსკში. ხო? ან სულაც არ დაიმარხებიან, მეთქი. ორ შემთხვევაში საქართველოში მათი თვის განკუთვნილი მიწა ალბათ ვერ მოიძებნება წუხვარ თუნდაც აწლეულების შემდეგ. წუხვარ მართლა კი არ მიხარია, მაგრამ საქმე მან შენმან წარმოგაჩინოს. და ეხლა თუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ შვილებს დაანებეთ თავი, ნინო იაწილოსანი, ასე მაგალითად, მე სწორედაც რომ დავანებე თავი თქვენს შვილებს, რა საკვირველია, პირიქით, მე უფრო ზრუნავ მათზე, ვიდრე თქვენ ბანდიტები და ბოროტმოქმედები, ადამიანები, რომლებმაც თქვენი შვილების სამშობლო უკვე დაღუპეთ მნიშვნელოვანწილად და თუ დაკრძალდათ, რა საკვირველია დაღუპავთ უფრო მეტად. ახლა რა არის არა ამათი სიშლეგის მადასტურებელია პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ნაბიჯი, თუ პოლიტიკური ჰქვია იმ ნაბიჯებს, ასევე ყველა განცხადება, რომელსაც მოგვახლიან ხოლმე სხვადასხვა პროპაგანდისტური ეთერებიდან ყოველ დღე ან კომენტარზე რომ ჩამომწკრივდებიან ხოლმე და რაღაცას დააბრეხვებენ. არა. ახლა ამაზე არ ვისაუბრებ თქვენის ნებართვით, მე ვისაუბრებ იმაზე, რასაც უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება და შესაბამისად ბიზინიადის გარდაუვალი
დამარცხება ქვია. უკრაინაზე სწორედაც რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული, ოღონდ ვილაპარაკებ, ვისაუბრებ ცოტას, მოდი ასე ვიტყვი, ახალ ამბებზე დაყრდობით, მოდი ასე ვიტყვი და ახალ ამბებზე დაყრდობით რომ ვისაუბრებ, გესაუბრებით უკვე შემდგომ საქართველოს საზოგადოების თვის აუცილებელ სტრატეგია ტაქტიკაზე ამ კონტექსტში არა ხელისუფლება წოდებული ბანდის, არამედ ჩვენთვის აუცილებელ სტრატეგია ტაქტიკაზე. ახლა რა ხდება? ინდოეთთან მიმართებაში პრაქტიკულად შეერთებულმა შტატებმა გაიმარჯვა ეს სატარიფო ომში გაიმარჯვა, იმიტომ რომ ინდოეთი სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება რუსეთზე და უახლოეს პერიოდში არ ვიცი, მაგრამ ხო უახლოეს პერიოდში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ტრამპისა და სის შეხვედრაც შედგება, ანუ ჩინეთთან მიმართებაში, იქაც ბევრი ისეთი საკითხი იქნება განხილული და კვანძ გახსნილი, რომელთა კვანძის გახსნასაც, რომელთა გადაწყვეტასაც თითქოს დღეს პირი არ უჩანს. ჩინეთის ჩახსნა პროცესებიდან განეიტრალურება ნიშნავს რუსეთის გარდაუვალ დამარცხებას, მაგრამ ესეც არ არის მთავარი საყრდენი, ან მთავარი არის, მაგრამ უმთავრესი საყრდენი არ არის. ბოდის ვიხდი ჩემს მეუღლეს უპასუხებ, იმიტომ რომ ის მირეკდა. მივწერე რომ ვიდეოს ამ ტელეფონით მივწერე რომ ვიდეოს წერ მეთქი. ხო, ესეც არ არის მთავარი. მთავარი არის უკრაინელთა თავდადება და უკვე გასიგრძეგანება ტრამპის მიერ 26 აპრილიდან მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდიდან რომ ის უკრაინისკენ უნდა იყოს და უკრაინის გამარჯვება და შესაბამისად რუსეთის დამარცხება არის სოფლიოში ძალის გამოყენებით მშვიდობის დამყარების საწინდარი. დიახ, არ დამარცხდება რუსეთი, მშვიდობა არ იქნება და რუსეთს მშვიდობა რო არ უნდა, მორიგება რო არ უნდა, შეთანხმება რო არ უნდა და ასე შემდეგ ეს ჩანს პრაქტიკულად ყოველდღიურად, განსაკუთრებით ალასკაზე გაბართული შეხვედრის შემდეგ. და ტრამპი უკვე აღარ უფრთხის არც იმ ბირთვული მუქარას წამოსულს რუსეთის ცალკეული სპიკერებიდან, უმრავლეს შემთხვევაში ლოთებისგან და არც თუ უმცირეს თუ არც თუ ნაკლებ შემთხვევაში განსხვავებული ორიენტაცია, ან ესეთებიც არიან, თან ლოთები და განსხვავებული ორიენტაციისა, სექსუალურ ორიენტაციას გულისხმობ, არ გეკამათებით და მედვედევს გულისხმობ კონკრეტულად, არც ამასთან დაკავშირებით გეკამათებით და სხვებსაც გულისხმობ. მოკლედ, ამ ამბავში ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინა ახალ წელგამართულია ხვალ მოხდება ის, რაც ფანტასტიკის სფეროდან იყო ყოველ შემთხვევაში ბაიდენის მმართველობის პერიოდში და თუნდაც ტრამპის მმართველობის გარიჟრაჟზე შეერთებული შტატები იტყვის რომ გადასცემს ტომოჰავკებს ზელენსკის მთავრობას უკრაინას და ამასობაში ბესენტის მოძრაობები უკრაინაში, ამასობაში კიტ კელოგის განცხადებები, ამასობაში რუბიომ რომ საკუთარ ხელში მოიქცია და საბოლოოდ ის საზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, ამასობაში უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ერთიანი პოზიცია და უსწორესი პოზიცია ევროპისა და ასე შემდეგ ჩვენ ამ ამბებს მივყავართ იქამდე ნელა თუ ჩქარა მივყავართ იქამდე რომ უკრაინა თელ ტერიტორიას გააკონტროლებს. თუ ეს არის უკრაინა, თუ ეს იყო უკრაინა, ხო, მისია ეს მრავალფეროვანი, ლამაზი, არაჩვეულებრივი, მისი ყველა რეგიონი იქნება გაკონტროლებული, ასეთი მთლად მრგვალი ცხადი არ არის, მაგრამ იცით როგორი ფორმა ქმნადობაც აქვს მას მიღებული თანამედროვე მსოფლიო რუკაზე. ამასობაში გერმანიის კანცლერი ევროკავშირმა გამოიყენოს დასავლეთში გაყიდული რუსული აქტივები უკრაინისათვის 140 მილიარდის ოდენობით 173 მილიარდი დოლარი, ასევე მერცი თქვი ხო წინაზე, მერცი რომელიც ამბობს რომ პუტინი ფსონძდებს იმაზე რომ შიში ჩვენი თავისუფალი საზოგადოების პარალიზებას მოახდენს და არ მოახდენსო არ შეგვეშინდება პოლონელები
ისე მერცეს მიიღო კიდე ერთი ინფორმაცია ის შეტევები რომლებსაც უკრაინელები ანხორციელებენ ხო და ასე შემდეგ გამარჯვების ფონდს ქმნის ტელეგრაფი ასე იწყება ტრამპი ქმნის უკრაინის გამარჯვების ფონდს და აი ახლა მე მინდა გკითხოთ ამასობაში შეშლილებს ვინ დატოვებს აქ მეთქი ესე ხომ არ შეიძლება რომ ეს უკვე ჩათვალეთ რომ არ არის უკრაინის რუკა ხო ესე ხომ არ შეიძლება რომ განთავისუფლდა სომხეთი, განთავისუფლდა აზერბაიჯანი, დამარცხდა რუსეთი, განთავისუფლდა უკრაინა პირობითად ვლაპარაკობ, ხო, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ნელ-ნელა ჩაეხსნებიან რუსეთს, თურქეთი ადეკვატურია, ისრაელთან პრობლემები აქვს, მაგრამ ინაწილებენ გავლენებს ამასობაში ისრაელის სახელმწიფოს ცნობს მთელი ახლო აღმოსავლეთის ყველა სახელმწიფო მოუარებულია ჰამასის პრობლემა აღარ არსებობს ან გადავადებულია ირანის პრობლემა და ასე შემდეგ და აი ამ პატარა კობახიძის კომპლექსებსა და შალვა პაპუაშვილის შმონკლექსებში ჩაარჩენილ საქართველოს ასე ვინ დაუტოვებს რუსეთს რომელიც ისედაც დასუსტებული იქნება და ასე მაგალითად ჩავზღვაზე გააკონტროლებს შავი ზღვის სანაპირო ზოლის 7.10% და არა უმეტეს. მაგრამ იმისთვის რომ ჩვენთან ეს ყველაფერი დაჩქარდეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ნაკლები დანაკარგებით დავიწყოთ შევუყვეთ აღმართს რომელსაც ისედაც უნდა შევუყვეთ და რომელსაც ქვია ან დაერქმევა სახელმწიფოს მშენებლობა მესამე რესპუბლიკისა თუნდაც ესე დავარქვათ ან არ დავარქვათ მნიშვნელობა არ აქვს იმისთვის რომ ჩვენ ისედაც დაზარალებულები შლექთა მიერ ისედაც ყელში დანაჩარტყმულები უკეთეს მდგომარეობაში უკეთეს სასტარტო პირობებში ვიყოთ იმ პერიოდისთვის რა პერიოდისთვისაც ეს ყველაფერი დაიწყება ჩვენ გვჭირდება ადეკვატურობა ოღონდ ხელისუფლებად წოდებული ბოროტმოქმედების ადეკვატურობას რასაკვირველია ვერ ვიგულისხმებ და არ ვგულისხმობ, იმიტომ რომ შეშლილებად დარჩებიან და აქ მხოლოდ ის იმაზეც არ არის საუბარი რომ რუსეთის კარდახით ქმედებენ, ხო? უკლებლივ ყველა მათგანი გამობიძინებული, ჩაფრენილი ძალაუფლებაზე და თვითკრიტიკულობისაგან დაცლილი ყოველდღიურად ვნებს ქვეყანას უამისოდაც, ანუ რუსეთზე დამოკიდებულება რომ არ იყოს, დამოკიდებულნი რომ არ იყოს, ისინი მაინც წაავნებდნენ, ანუ ავნებდნენ ამ ქვეყანას ეს ფაქტია. მაგრამ აქედან გამომდინარე, რაღაცა არ ვგულისხმობ მე შეშლილებს, ბოროტმოქმედ შეშლილებს, მე ვგულისხმობ უფრო საზოგადოებას. და ეხლა როგორი დროება დგება ჩვენთვის, ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესია გულახ არა სხვაგვარად ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფუნდამენტური ამბავი სოფლიო პოლიტიკისა ხო სოფლიო საზოგადოებრივი წყობისა საზოგადოებებისა და ასე შემდეგ ეს ამ ფუნდამენტურ ამბავთან შორის საკვირველი არის დემოკრატია და ლიბერალური დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანი. შეგნებულად არ ხმარობ სიტყვას უმნიშვნელოვანესი მეთქი, იმიტომ რომ ახალი ტრენდების, ასე უნდა ვთქვა, ახალი ტრენდისაც არა, ახალი დინებების, ახალი კალაპოტების გათვალისწინებით, რომლებიც შექმნა ტრამპმა, სულ სხვა რამე არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ იკითხად რჩება მეთქი დემოკრატია როგორც ასეთი, ლიბერალური დემოკრატია როგორც ასეთი, მასში შეზრდილი ადამიანის უფლებების დაცვა როგორც ასეთი და ადამიანის უფლებების ეს ზოგადად და კიდევ არის უამრავი ამბავი, ხო? ეთნიკური უმრავლესობის უფლებების დაცვა, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, პოლიტიკური უმცირესობაში ვიც არის მათი უფლებების დაცვა, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, ასე შემდეგ, აგენდერი, არაგენდერი, სქესი, არასქესი, ცხოველთა უფლებების დაცვა ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და მნიშვნელოვანი და უკლებლივ ყველას ვინც ამ მიმართებით მუშაობს, მე ვუწვდი ხელს და ვეუბნები რომ მართალი ხართ, რასაკვირველია, აბარა, მაგრამ აქ იგითხარით რომ მე გავამახვილე ყურადღება მნიშვნელოვან ტრენდებზე, მნიშვნელოვანი პოინტები გავიხსენე თუ ჩამოგისახელეთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ჯერ არ მithქვს. ტრამპის ამ 8-თვიანმა მმართველობამ დაადასტურა და პრინციპში მან სპანამდეც ამას ამბობდა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკის სახელმწიფო ინტერესები ყველგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრეთვე ამ ამერიკის სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული მშვიდობა, რომელიც გარდაუვალი აუცილებლობაა იმისთვის, რომ ცუდი სიტყვაა შესაძლოა, მაგრამ აი ეს აღებმიცემობა ერთმანეთში, ხო?
გაიმართოს, ვაჭრობა გაიმართოს და მსოფლიო იყოს უფრო ძლიერი. არა მხოლოდ ამერიკა, America is first, ხო, პირველია, უპირველესია, მაგრამ აგრეთვე მსოფლიოც იყოს ძლიერი და ამ ძლიერთა შორის ყველაზე ძლიერი იყოს სწორედ შეერთებული შტატები. აქ ამიტომაც ლაპარაკობდა გრენლანდიაზე, კანადაზე, როგორც 51 შტატზე არ უსაუბრია ბოლო ხანებია. ხო, პრაქტიკულად მოაგვარა ის პრობლემები, რომლებიც იყო შექმნილი მექსიკიდან და ვიღაცას მოსწონს ეს და ვიღაცას არა. შემოირღვა თუ არა ადამიანის უფლებების შემოირღვა იქაც. მაგრამ ტრამპმა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბებიც დაალაკა საზღვრის ასე მოწესრიგებით. აკი ამიტომაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვენესუელის პრობლემის გადაჭრა. არა იმიტომ რომ ნავთობია, ეს გაიგო, ეს ვიცით. არც იმიტომ რომ უზარმაზარი რაოდენობით წიაღისეული, აი უკრაინაში რომ წიაღისეულზე გააკეთებინა ბესენს შეთანხმება ბესენს და თვითონაც გააკეთა შეთანხმება უკრაინის მთავრობას გააკეთებინა. ვენესუელაშიც არის დიდი რაოდენობით წიაღისეული, მაგრამ ამ თასევე ვენესუელა არის საშიში ქვეყანა ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის და ამიტომაც მოაღრჩობს ის საშიში იყო ირანი და იმიტომაც მოახჩო არა ირანის რეჟიმი, არამედ ირანის ბირთვული პროგრამა და მართლაც ვაღიაროთ ანტიტრამპისტებმაც უნდა თქვათ, რომ ახლო აღმოსავლეთში თუნდაც ეს ან ამგვარად, ან ამ მასშტაბით კონფლიქტის დარეგულირება უნდა დავარქვა, სხვა არაფერი არის ის, რაც ვერ მოახერხა მანამდე თუ გნება ჩამოვასახელებ, ხო? რეიგანიც გამოვტოვებ, ჩემი უსაყვარლესი პრეზიდენტია, ბუშმა, უფროსმა კლინტონმა, გავყვეთ, კლინტონის შემდეგ ბუშმა უმცროსმა, ობამამ, თავად ტრამპმა პირველი კადენციის დროს, ბაიდენმა, ვინმე ხო არ გამორჩა. და ტრამპმა მეორე კადენციის მეათე თვეს ეს ყველაფერი ამ სტადიამდე მაინც მოაგვარა და აპლოდისმენტები დაიმსახურა ამერიკის მისი მოწინააღმდეგე პრეზიდენტების მხრიდანაც. კი. ეხლა რა ტობ არის ჩვენთვის ეს ახლო აღმოსავლეთი კი არა, ტრამპის ამგვარი პოლიტიკა მნიშვნელოვანი და ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენ უნდა გადავერთოთ ერთის მხრივ, რასაკვირველია დასავლეთთან და კონკრეტულად ევროპასთან ურთიერთობის აუცილებლობაზე, მაგრამ პარალელურ რეჟიმში და უნდა სულმუდმივად ვაფიქსიროთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული იდენტობის და ევროპასკენ მივდივართ, მაგრამ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აღებმიცემობის კონტექსტში ჩვენ უნდა გადავერთოთ აღმოსავლეთისკენ, ანუ ცენტრალურ აზიას გულისხმობ და თურქეთისკენ ასევე და აზერბაიჯანისკენ გასაკვირველია. ჩინეთისკენ მეთქი შეგნებულად არ ვამბობ, ანუ მათთან გვჭირდება ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, პოლიტიკური სპექტრი ამ კონტექსტში საერთოდ ადეკვატური არ არის. ჩვენ გვჭირდება დასაბუთება, რომ როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ოპოზიციას სჭირდება ეს, რომ ოპოზიცია მთავარ სიტყვის მთქმელი რამდენადაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება სიტყვის მთქმელი საერთოდ არ არის, ჩვენ გავაძლიერებთ შუადერეფანს როგორც ასეთს. ჩვენს ნაწილსაც რამდენადაც საპორტო ქვეყანა ვართ, საზღვაო ქვეყანა ვართ, ანაკლიის, ბათუმის და ფოთის აღარ ვიტყვი რომ ბათუმი ჩემი აზრით უნდა გაუქმდეს თქვენის ნებართვით. ეს არ არის მნიშვნელოვანი ახლა. ხო და კიდევ ჩამჩირის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში სოხუმის და ასე შემდეგ, ხო? ჩათვლით ჩვენ აბსოლუტურად მოვემზადებით იმისთვის, რომ შუადერეფანი იყოს უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი ჰაბი გზა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს აღმოსავლური ან აზიური პოლიტიკა, ცუდი სიტყვა, აღმოსავლური პოლიტიკა in general, ანუ გენერალურ საკითხებში მნიშვნელოვანია თურქეთთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობაშიც. ისინი მსხვილი აქტორები არიან. აზერბაიჯანი საერთოდ თუ სწორედ სიტყვა კავკასიის მთავარ ქვეყნად ყალიბდება, ოხდა ვაგლახრა სამწუხაროა, ეს მაშინ, როდესაც შევარდაძის პირობებში და პერიოდში საქართველო იყო სწორედ ჩამოყალიბებული კავკასიის რეგიონის მთავარ ქვეყნად. ჩვენ გვაქვს ეს უპირატესობა შავი ზღვისა. უკრაინა როცა იმარჯვებს შავ ზღვაზე, ის ჰეგემონი სახელმწიფო ხდება სულ მინიმუმ ბულგარეთზე და რუმინეთზე უკეთეს მდგომარეობაში უსაფრთხოების კუთხითაც და ვინც ის თურქეთის ბჭყალებში კონკურენტიც კი იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს 7-10% რჩება სანაპირო ზოლი შავ ზღვაზე გამავალი და იმ 7-10%-შიც კი მისი პორტები ტამანის პორტი თუ
თუ ნოვოროსიისკის პორტი არის პრაქტიკულად ბლოკირებული, მანამ სანამ პუტინია და არ დასრულდება და მე გაივლის გარკვეული 10 წლეული მაგალითად და რუსეთის ადეკვატურობაში არ დაცულდება ცივილიზებული სამყარო. ხო და ჩვენ გვჭირდება ერთის მხრივ ევროპისკენ ვექტორების აღება, მეორეს მხრივ ტრამპის ამერიკისაკენ ვექტორების აღება და დასაბუთება იმისა, რომ ეს რეჟიმი უშლის ხელს საქართველოში არსებული რეჟიმი აქ ამერიკული და ანტირუსული ინტერესების დამკვიდრებას ამ ქვეყანაში. და ჩვენ დანარჩენი აქტორები, პოლიტიკოსები, უფულოები, ხატაკნი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით მზად ვართ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში კოალიციურად მოსვლის შემდეგ ვიყოთ ძალიან ანტირუსულები და პროამერიკულები, პროდასავლურები ზოგადად და პროამერიკულები, ოღონდ ამ ყველაფერს წავიკითხავთ არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა და უმნიშვნელოვანეს კონტექსტში, პროევროპულობას ჩვენსას დავადასტურებთ, არამედ მათ შორის გლობალური უსაფრთხოების, გლობალური აღემემიცემობის, გლობალური ეკონომიკური კავშირების, გლობალური დიდი მეგა პროექტების განხორციელების კონტექსტში ეს უნდა უთხრას ამერიკაში ვერ ჩადის ვინმე, ნაგვარებს არ ვასახელებ, უნდა ჩავიდეს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისს თუნდაც მეორე ეშელონში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამის თაობაზე ნებისმიერმა პოლიტიკოსმა. თურქმენეთში არადემოკრატიულია, რასაკვირველია, მაგრამ მაინც არც აზერბაიჯანია დემოკრატიული, ხო? უნდა მიაწოდოს რომელიმე არ ვამბობ გვარებს ხაზგასმით, ვამბობ უბრალოდ პარტიებს ვიტყვი. მოდი ესე ვიტყვი, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ეს მესიჯები უნდა ჩაიტარონ, იმიტომ კი არა რომ ალიევი ჩვენ მოგვეხმარება ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებაში, მაგრამ ალიევმა უნდა იცოდეს, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამაზე ფიქრობენ და აქ ეხლა რა მდგომარეობაა იცით? არავინ, არც პოლიტიკური პარტიები და ძალები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც ინდივიდები ამაზე თითქოს არ ფიქრობენ. არადა. კიდევ ერთხელ ვუბრუნდები, რომ უკრაინის კონფლიქტი 25-ში არა, 26-ში დასრულდება. 26-ში არა ვცდები, 27-ში დასრულდება. 27-ში არა, 28-ში დასრულდება და ამასობაში ბიზინა ივანიშვილი თუ დარჩა, ის ჩვენს გადაჩეხვას რასაკვირველია მოახერხებს, მაგრამ ამავდროულად ვერ ჩაგჩეხავს თუ იქნება პროტესტი ჩვენს ქვეყანაში და ადეკვატური მოთამაშეები თუ იქნებიან. დაიჭერს 800 კაცს, 900 კაცი კიდევ იქნება ქუჩაში. დაიჭერს 918,000 იქნება კიდევ ქუჩაში და სულ ვერ ჩაკლავს, ეხლა რატო გამახსენდა გრიგოლ რობაქიძე, ჩაკლული სული უბრალოდ ვერ იქნება, ვერ მიაღწევს, უარეს ფორმაში ვიქნებით, მაგრამ ვერ მიაღწევს თავის რუსულ და შლეგურ საწადელს ბიზინა ივანიშვილი ბოლომდე და როდესაც ჩვენ გამოშიგნულნი ვიქნებით, მაგრამ ერთი ორგანო მაინც იფეთქებს, ფეთქვას განაგრძობს. თუნდაც 3 წლის შემდეგ, ოღონდ 3 წელიწადი ბიზინა ივანიშვილის გაჩერება არის ჩვენთვის კატასტროფა, კატასტროფის მაჩვენებელი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფორმაში და დასავლეთის აქაური მოთამაშეებს უნდა აღიქვამდეს როგორც ადეკვატურებს ვაშინგტონი პირველ ყოვლისა და ვაშინგტონში გაგიკვირდებათ და დამოუკიდებლად იმისა ტრამპი დარჩება თუ არა 2029 წლის იანვრიდან. შანსი არის, მაგრამ ასაკშია კაცი. რესპუბლიკური ტენდენციები და ტრამპის მიერ შექმნილი ტენდენციები იქნება შენარჩუნებული. ამერიკა ძლიერი უნდა იყოს და ამერიკა აღარ უნდა იყოს ისეთი სუსტს არ ვიტყვით ქვეყნის დებათით, ისეთი როგორიც იყო ის განსაკუთრებით ობამას და ბაიდენის მმართველობის პირობებში. ანუ დემოკრატთა მმართველობის, კლინტონის, ობამას, კლინტონს კიდე რა უჭირს, ხო? მან ძალით მშვიდობის დამყარება მოახერხა აქ-იქ. ობამას და ბაიდენის მმართველობის პირობებში. და საქართველოს უნდა ჰქონდეს ვაშინგტონს თეთრ სახლს მესიჯი, რომ პოლიტიკური ფართო გაგებით პოლიტიკური აქტორებისაგან, რომ ჩვენ ვართ აქ. კარგად ვკითხულობთ შუადერეფლის ამბავს, როგორც ასეთი. კარგად ვკითხულობთ ანტიჩინურ, ანტირუსულ, ანტიირანულ კონტექსტს. ჩვენ რატო ამახვილებს კონგრესმენი ვილსონი სულ მუდმივად ჩინეთზე და როგორ მიიწევს ის თეთრი სახლისაკენ და როგორ უნდა რომ დაუსაბუთოს, რომ ესენი არა მხოლოდ ანტირუსულები არიან, რაც არიან და ვაშინგტონმა იცის და ყველა თითოეული ჩვენგანის სიტყვა იცის, მეთქი ასე გეტყვით.
აღმომხდა მე რაღაცა შეცდომა თუ არა შეცდომა ესეც კი იცის მე ვინა ვარ ვაშინგტონისთვის სხედან ადამიანები და კითხულობენ აანალიზებენ და ვერ ხედავენ ხედვას საქართველოდან თუნდაც კრიტიკული ხელისუფლებიდან რო ვერ ხედავენ ეს გასაგებია და იზიდბიზინა ივანიშვილს ის წირი ინიციატივები რომლებიც მას აქვს ჩინეთთან არასრული ინიციატივები ჩინეთთან და განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასთან მიმართებაში არასრული კი არა არასახელმწიფოებრივი ინიციატივები აქვს ესენი უნდა მოусპოთ და ჩვენ უნდა ჩავუხტეთ მუხრან ბატონს ან უფრო ზუსტი რომ იყო ჩვენ უნდა წამოვიღოთ ინიციატივი ჩვენ ვინ პოლიტიკოსებმა და საჯარო სივრცეში მყოფმა ადამიანებმა უკრაინა იმარჯვებს შეშლილები წავლენ ბიზნეს ღმერთმა უწყის დამარხავენ თუ არა საქართველოში და მე მგონი რომ არ დამარხავენ როცა იქნება ხო ნუ დავიმარხოთ ჩემს მამულში ჩემს წინაპართ საფლავებს შორის ექნება საყვირელი ასე ვიტყვი ანუ ვერ დავიმარხებიო ეს ექნება საყვირელი და ჩვენ უნდა შევხვდეთ ფორმაში იმ გამოწვევებს რომლებიც გარდაულად უკვე გვაქვს და კიდე უფრო მეტად გვექნება გააქტიურეთ ამერიკული პროამერიკული პოლიტიკა გააქტიურეთ რა დაიწყეთ პროამერიკული არ მომერიდება ამაკრიტიკებენ ანტიტრამპისტები მაგრამ პროტრამპისტული პოლიტიკა ბატონებო და ქალბატონებო პოლიტიკოსებო და საჯარო სივრცეში მყოფებო ტრამპის კრიტიკოსებო რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება გსურთ ხოლმე მეგობრებო მათ შორის და კვალიფიციურ ადამიანებო უმრავლეს შემთხვევაში ამიტომაც თქვი ტრამპის კრიტიკა ახლა როგორც ასეთი არ შეიძლება ჩვენ ამ გვარი ტიპის პოლიტიკოს აღარ შევაფასებ როგორია ის ჩემი აზრით ხო ამ გვარი ტიპის პოლიტიკოს როგორც სოფლიო ლიდერს უნდა მოვერგოთ ეს კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ და Facebook-ზე თითების ტყაპუნი როხრა შეშლილია ერთი ადამიანის თითების ტყაპუნი 5-ისა 7-ისა 50-ისა ან 480-ისა ამერიკის შეერთებულ შტატებს უყალიბებს შტაბ-ბიჭდილებას რომ მთელი ქართველი ხალხი არის ტრამპის მოწინააღმდეგე და რატომ გადმოგხედავენ არა მაინც გადმოგხედავენ მაგრამ რატომ გადმოგხედავენ და რატო გვიქვავენ ადეკვატურ მოთამაშეებად უკვე შემდგომ ბიზინა ივანიშვილი რომ ვერ ალაგებს ეს გასაგებია მაგრამ ვინ ალაგებს დახვეწ